დაჭერის მერე ადამიანის ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაულია, ხო? ხო არის? წამების ტოლფასი ხო არის დაჭერილ გაკოჭილ ადამიანს და ბევრმა თქვა ხელებს ესე გვიკავებდნენ და ისე გვირტყე ხო წამება არის ჩვეულებრივ. იმიტომ ადამიანი დაჭერილი ყავს, ანუ მოამთავრდა საქმე შესრულებულია, გაკეთებულია, დავიჭირეთ, всё. დაჭერის მერე ადამიანის ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაულია, ციხეა. ამაზე უნდა იყოს და არის წამება. ვერ ვიგებთ, კაი, ვერანაირად ვერ ვიგებთ, ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს. ხელმძღვანელი ხო ვიცით ვინაადო? რატო არ დგება საკითხი ამ ხელმძღვანელის გადადგომის მითხარი? რატო არავინ არ აყენებს? გომელაური ხო არის შინაგან საქმეთა მინისტრი? ხარება ამათი ის არის. შინაგან საქმეთა მინისტრი ხო არის გომელაური? გომელაურის გადადგომაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს? პოლიცია რო იდგა და უყურებდა როგორც ცემდნენ ხალხს ქუჩაში. გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი რატო არ დგებადო? აი რა უნდა მოხდეს მეტი? ჩემ ბავშვობაში და პოლიცია რასაც ახლა აკეთებს, ჩემ ბავშვობაში 90-იანებში ყველაზე მეტად ყველას მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალები არ ვიყავით, პოლიციის გვეშინოდა, მილიციის. ოპერებზე საშიში ხალხი არ იყო, ბიჭო, მაშინ არავინ. პოლიციის ინსტიტუტი ისე დავარდა ხალხის თვალში, და ეშინია ბიჭო ხალხს. პოლიციის ეშინია, ჩემ ბავშვობაში დავბრუნდი რა. აი, ცოტნე იქითაა გასული ხა, მე და ცოტნე მოვდიოდით. ერთ-ერთი რომელიღაც აქცია იყო და ეს დღეები რა. და ღამე იყო 4 საათი თუ რაღაცა და ვიღაცა მეორე დღე იყო, როცა რესპუბლიკის მოედანზეც ჩამოდგნენ. და ნუ წამოვედით რა. თან ცოტნემაც ვარ ხა აქედანაც გამოვერეკებიან ხალხს და დაგშლიანო რა და ნუ წავედით. ჩაუვარეთ ამათ გვერდზე და ერთ-ერთ პირველები მივდიოდით რა. და ეს ხალხიც უკან მოყვება უკვე აქცია მთლიანად. და იმასთან რომ მივედით, შოთა რუსთაველის ძეგლთან რომ მივედით, უცებ გავიგეთ კივილი და მოვტრიალდით რა და ჩვენკენ გამორბოდა მასა ხალხის ბიჭო კივილით რა. და მეთქი რა ხდება ჩემი კაი და დავინახეთ რომ ნუ პანიკაა. და ბიჭო გავიხედე იქით შორს და არავინ არ მორბის რა. შორს იქით ცოტა სიწყნარია. და მე და ეს დავდექით ესე ხელები რა, მე და ცოტა ვაწყნარებ, თქოს ვაჩერებ, თუ ნუ გარბიხართ, ხალხო არაფერი არ ხდება. მე კადრები ნახე რომ ვიღაცები უკან დაუჭერიათ. და მაგიტო ეხა იქ რო ვიღაცები დაიჭირეს, პანიკა აწყდა და წამოვიდა და ეს წინან ხაზის ხალხი რო გამოიქცა, ესენი გაჩერდნენ მე და ამათმა ვეღარ გაიგეს. ნუ კიდევ ამ გაგვრჩილდეს მართლა, საკმაოდ ბევრი გამოიქცა. მაგრამ თავი რაზეც გამახსენდა, რომ მოვდიოდით და მოვტრიალთ მე დაწყნარდა სიტუაცია, ამოისუნთქა ხალხმა დამშვიდნენ რაღაცა. დაგვიდგა ისა. მე ცოტნე და ორი გოგო და ბიჭი გაიჩინდნენ ჩვენ გვერდზე ზუსტად. პატარა გოგოები იქნებოდნენ 19-20 წლის, 21-ის. და მოვდიოდით ერთად რა. უკვე იმ გვირაბში ვართ და უნდა გამოვიდეთ იმასთან, სტამბასთან და ეს გოგოები იყვნენ შეშინებულები. აი გულწრფელად შეშინებულები, რომ იქაც რო დაგხვდნენო ეხლა ფილარმონიას. პოლიციის ეშინოდათ ბიჭო. ადამიანმართა იცი, აი ვაწყნარებდი მე მეთქი ნუ ნერვიულობ, არ დავინ არ დაგხვდება, გვეცოდინებოდა თქო იქ რო იდნენ ეხლა გვეტყოდნენ. ხალხი იტყოდა მეთქი აქციაზე ხარ ხორცელდება ხმები და ესა გვეცოდინებოდა. არ ვიყავით არწმუნებული, პროსტა ვაწყნარებდი, მაგრამ თვითონ იმ ფაქტმა რომ აი ეს პატარა გოგოები ორივე შეშინებულები იყვნენ ბიჭო, როგორ იცი რომ აი რის უნდა შეგეშინდეს ეგ არ ვიცი და რომ გავაანალიზე უცებ იმ წამს რომ პოლიციის ეშინიათ ბიჭო. იმის ნაცვლად რომ აი ვის იმედი უნდა გქონდეს, ვინც გინდა ის იყო გოგო იქნები თუ ბიჭი, კაცი თუ ქალი, ან ასაკუთრებით თუ ქალი ხარ, გოგო თუ ხარ პატარა. ვის იმედი უნდა გქონდეს, როცა რაღაცა ცუდი ხდება. პოლიციის იმედი უნდა გქონდეს პირველ რიგში. ამათ ეშინოდათ. აი აუ მაგაზი ტრაგედია რა უნდა იყოს და ეგეთ მდგომარეობამდე რომ მივა საქმე. და თუ მაგამდე მივიდა საქმე და მივიდა ფაქტია ხო? და ნახეთ შემთხვევები რომ პოლიცია გულგრილად იდგა უყურებდა როგორც ცევდნენ ხალხს. რატო არ დგება შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი? ვერ ხდება. რატო არ ამბობს? მე კი არ ჯერ ვიღაცა ვინმეს გადააყენებს კაცო. რატო არ ამბობს მაგას? ვერ ვიგებთ ის ვინა იყო, ვინ ურტყამდა იქ ხალხს გავიგე ეგ, მაგრამ პასუხისმგებელი ხო ვიცით, მწვნელი ხო ვიცით ვინ იყო. აი ფეხბურთელები არ ვიცით, ყველა ნიღაბშია და უნოროდ თამაშობდნენ და არ ვიცით რომ მამა გამაზაც არიელკაში, მაგრამ მწვნელი ხო ვიცით ვინაა. მაგის გაგდების კითხვა მაინც უნდა ისვას არ შეიძლება?